საქართველოს თვითმმართველობის მეორე ტურის არჩევნების დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს საზოგადოებას ინფორმაციას მედია ცენტრიდან მიაწვდიან. პირველ ბრიფინგს ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. საჩივრების ფორმით აღარ დაფიქსირდა. ამ ეტაპისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა სულ 10 შენიშვნა და 2 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება პროცედურულ დარღვევებს და რაიმე ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას ამ ეტაპისთვის ადგილი არ ქონია. მოკლედ მოგახსენებთ ამ დარღვევების შინაარსს. თერჯოლის მეოთხე უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს იმ მოტივით, რომ ისინი დაგვიანებით გამოცხადდნენ და საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დამკვირვებლებს სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებს მიეცათ საშუალება, რომ დაკვირვებოდნენ ხმის მიცემის პროცესს. წილისყრის პროცედურების დარღვევებს ჰქონდა ადგილი გლდანის 77 უბანზე, სადაც კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაატარა წილისყრა და ისე გადაანაწილა ფუნქციები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის, რაც მოგეხსენებათ, რომ არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და ამ შემთხვევაში ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი. საბურთალოს 62 უბანზე ასევე ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას, კერძოდ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა თვითნებურად გადაინაწილეს ფუნქციები. წანისის მეათე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა წილისყრით გამოვლენილმა პირმა უარი თქვა საარჩევნო ყუთის გაყოლაზე, რის შემდგომაც იგი თვითნებურად ჩანაცვლდა სხვა კომისიის წევრით. ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ დაფიქსირდა შენიშვნა და შემდეგ აღმოიფხვრა ეს დარღვევა. წილისყრის პროცედურული დარღვევები იყო ის, რაც წინა არჩევნებზე 15 ივნისის არჩევნებზეც იყო სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან დაფიქსირებული და სამწუხაროა, რომ ეს კვლავ მეორდება, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ აიმე ისეთ მასშტაბურ დარღვევებს ამ მხრივ ადგილი არ ქონია. ამორჩევლის ნებაზე არაპირდაპირ გავლენაც შესაძლებელია ჩაითვალოს ის შემთხვევა, რაც ისნის 56 უბანზე მოხდა, სადაც სავარაუდოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები უბნის გარეთ მიმდებარე